შენმა ურთიერთობამ ბედნიერება უნდა მოგიტანოს და არა ტკივილი, მაგრამ რამდენად ჯანსაღია ის სინამდვილეში. ამ კითხვების მეშვეობით გაიგებ, რა ნაბიჯები უნდა გადადგა, რომ სიყვარული იყოს ჰარმონიული და არა ტანჯვის მომტანი. ეს ვიდეო ორ ნაწილისგან შედგება, მოიწონე გვერდი და ნახე პირველი, მეტი პასუხის აღმოსაჩენად. მეშვიდე, როგორ მოქმედებს ეს სიყვარული შენს ცხოვრებაზე? მოტივაციას გაძლევს თუ გაბრკოლებს სხვა მიზნების განხორციელებაში? მერვე, რას ფიქრობ, რა ნაბიჯების გადადგმა იქნებოდა ყველაზე სასარგებლო შენთვის? მეცხრე, იქნებ არის რამე, რაც არ გიკეთებია და დროა დაიწყო პოზიტიური ცვლილებების შესატანად. მეათე, იქნებ არის რაიმე უნარი, რისი განვითარებაც გაგიმარტივებს ამ საკითხის მოგვარებას. მე-11, არის თუ არა ეს სიყვარული შენთვის ჯანსაღი? თავს ბედნიერად გრძნობ ამ ურთიერთობაში თუ ბევრი სირთულეა? მე-12, იქნებ არის რამე, რის კეთებაც უნდა შეწყვიტო. იმ შემთხვევაში თუ ეს სიყვარული მხოლოდ ტკივილის მომტანია, ჩაეწერე კონსულტაციაზე და სპეციალური ტექნიკების დახმარებით სამუდამოდ განთავისუფლდი მისგან. გისურვებ სიყვარულით სავსე ცხოვრებას და ჰარმონიას.